ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეს არის პირველი დღე პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. პარლამენტს წინ აქვს მთავრობის დამტკიცება. ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან საუბარს, რომლებიც პარლამენტში არიან და იმუშავებენ მომდევნო 4 წელი. პატრიოტთა ალიანსი და ემზარ კვიციანი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი. ბატონო ემზარ, საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვერდთვებით გადაცემაში. ახალ მთავრობას ექნება თუ არა თქვენი პერსონალური და თქვენი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა? გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. გააჩნია რა თემა იქნება, თუ სასიკეთო საკითხი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მხარდაჭერა ექნება. თუ არ მოგეწონება და არ იქნება სასიკეთო, აუცილებლად გავაკრიტიკებთ და ვიქნებით მოწინააღმდეგეები. დამტკიცების დროს, როდესაც ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა მთავრობას, თქვენი ხმა ექნება თუ არა მათ? მთავრობაზე მეკითხებით? დიახ. მთავრობაზე მეკითხებით? დიახ, ბატონო ემზარ. გააჩნია, შევხედავთ, თუ დაგვარწმუნებენ, ექნება ჩვენი ხმა, თუ ვერ დაგვარწმუნებენ, არ ექნებათ. ანუ როგორი პროგრამით წარსდგება, როგორი იქნებიან კომიტეტებზე, საპარლამენტო სხდომებზე, ამის მიხედვით მიიღებთ თქვენ გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა, კითხვებიც გვექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, აუცილებლად გვექნება მთავარ პროკურორთან კითხვები, როგორ მთავარი პროკურორი უკვე არჩეულია საკმაოდ ხანგრძლივი ვადით, არის ის ხელუხლებელია თავის თანამდებობაზე. ამიტომ ალბათ ამ კითხვაზე თქვენ ვერ მიიღებთ თქვენთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს. არ მოგწონთ შოთაძე? შოთაძე, ეხლა მთლად შოთაძეც შეიძლება არ იყოს დამოკიდებული, პოლიტიკური ნებაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ჩვენ რაც თავარია ჩვენთვის და ჩემთვის პირადად ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები აუცილებლად, რატო ჯანჯილდება სამართლიანობის აღდგენა და ეხლა კი გასაგებია რომ ჩემი დის საქმემ უკვე წაიწია ცოტა წინ, ცოტა კი არა უკვე საკმაოდ, უკვე დამთავრდება ალბათ მალე, რაზეც მინდა მადლობა უთხრა პროკურატურას, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთები ძალიან ბევრია კიდევ. მე მოვითხოვ ჩვენ აუცილებლად 2006 წლის მოვლენების გამოძიებას. შეტანილი მაქვს მესარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ და დღის ნათელი ვერ ნახა საერთოდ მაგან. და უამრავი რაღაც საკითხები არის, რაზეც აუცილებლად კითხვებს დავსვათ. ბატონო ემზარ, თქვენთვის სამართლიანობის აღდგენა რას ნიშნავს? თქვენი ბრალისგან გათავისუფლებას, რომელიც გედებოდათ, შეიარაღებული ფორმირების შექმნა და სამხედრო ამბოხის ბრალდება. თქვენთვის რა არის სამართლიანობის აღდგენა? ვისი საპატიმროში ყოფნით თქვენ ჩათვლით, რომ ქვეყანაში აღდგა სამართლიანობა? ეს ძალიან სადაო ტერმინი იყო ბოლო წლებში ამ ქვეყანაში. და თქვენთვის ეს რას ნიშნავს კონკრეტულად? ვის ციხეში ყოფნას მაგალითად ძალიან გაგიმარტივებთ კითხვას? სამართლიანობის აღდგენა ჩემთვის ნიშნავს, რომ მართალი ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. მართალმა ადამიანებმა უნდა ნახონ თავისუფლება. ძალიან ბევრია ჯერ კიდევ ციხეებში ზიან და აი ახლა ერთი საკითხი კიდევ გიორგი გვიჩიანთან დაკავშირებით ძალიან მიხარია, რომ იმან რაღაც პატარა კიდევ ნახა დღის ნათელი. ასევე არის ეს ადამიანი, რომელიც ზის მე ვიცი ზუსტად რომ ტყულა უბრალოდ უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, არის ასეთი ნიაზ ჩხუმიანი და ვფიქრობ რომ რაღაცა გადაიხედება ყველა იმათი და ასე კიდევ ერთი ნიშანდობლივი არის. ეხლა გახსოვთ თქვენ ალბათ მაროშკინამაც ახსენა ერთხელ ახალაევის დროს და სააკაშვილის დროს, როცა კოდური სახელწოდება ჰქონდა რაღაც ოპერაცია სვანები. მაშინდელი დაჭერილები არიან დაახლოებით 12 ადამიანის სვანი, რომლებსაც უვადო აქვს მისჯილი. ყველაფერს ამას ეხლა მე სვანი ვარ, რა თქმა უნდა, სვანეთიდან ვარ და მე სვანი ხალხის გვერდში მდგომი ვიქნები აუცილებლად და მით უმეტეს მართალი ხალხის. და ამიტომ მე და სხვაებიც ალბათ უყოლა კახელებზე ფიქრებენ, თავის კუთხის ხალხზე ფიქრებენ. ანუ პარლამენტში ამ ნიშნით უნდა წარიმართოს პროცესი, ვინც იმერელია, იმერლების ინტერესი უნდა დაიცვას, ვინც გურულია, გურულების ინტერესი უნდა დაიცვას, სვანებმა სვანების და ასე უნდა იყოს პოლიტიკური. დიახ. ნუ შემიტრიალებთ ახლა თქვენ კითხვას ასეთნაირად. სვანებმა ჩვენ სვანეთის საკითხები ვიცით კარგად, ამიტომაც სვანეთიდან ნდობა გქონდა ძალიან ბევრი
და ამიტომაც მათი იმედი აქვთ სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სხვათა შორის მე ქვიყრიდი კენს და ძალიან კარგად მესმის იქაური საკითხები, ამიტომ ძალიან რაც ვიცი იმაზე მექრება ჩემი ის დაყედებული საკითხები, ხო? და მასზე ვიკამათებ მე რაც ვიცი და რაც არ ვიცი ახლა შორს რო ვარ ავიღოთ მაგალითად ახლა კახეთიდან ან თათუშეთიდან შორს რო ვარ იმ ხალხისგან არა ვარ ახლოს რო არ ვიცი იმაზე ხო არ ვილაპარაკებ არაფერს. გასაგებია რუსთავიორთან რამდენად სიახლოვე გაქვთ ბატონო ემზარ, იმიტომ რომ გუშინდელი კომენტარები თქვენი მოვისმინეთ და ერთ-ერთი განცხადება თუ რას გააკეთებთ პარლამენტში იყო რომ რუსთავიორს მარწუხებისგან გავათავისუფლებთო და აი აქ რა სიახლოვე იპოვეთ და აქ თქვენი როლი რუსთავიორი ჩემი როლი იქნება რუსთავიორის გაშიშვლება რა იყო 2006 წელს რა როლი ითამაშა ჩვენ წინააღმდეგ კოდორის ხეობის წინააღმდეგ შემდგომ კიდევ 2008-შიც რა როლი ითამაშა და საერთოდ რა როლი ითამაშა ბოლო აი 10 წელიწადი რა როლს თამაშობს რუსთავიორი საქართველოს წინააღმდეგ და ამას როგორ აპირებთ ამას ერთი კაცი ვიქნები რომელიც ამას ვაპირებ ისე რომ ფაქტებით როცა დროებითი საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნა თუ აი ეს ახლა აჩვენებს ყველაფერს ახლა თუ ნაციონალები ოდნავ მაინც გრძნობენ თავს რომ მართლები არიან ხმალ უნდა დაგვიჭირონ მხარი იმან ბავშვი რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და გამოძიებული იქნას 2006 წლის მოვლენები ჩვენ ამას აუცილებლად ალბათ დავაყენებთ ამ საკითხს და იმედი მაქვს რომ თუ ოდნავ მაინც გრძნობენ თავს რომ მართლები არიან დაგვიჭერენ ნაციონალები თუ ოდნავ მაინც სამართლიანობის აღდგენა უნდათ ოცნებას აუცილებლად ისინიც დაგვიჭერენ მხარს და ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს. გასაგებია ბატონო ემზარ, გუშინ პირველი დღე იყო თქვენ როგორ გძნობდით პარლამენტში თავს მე წავიკითხე თქვენი დის ინტერვიუ ნორა კვიციანის და ამ ინტერვიუში ისწერს რომ აი ძალიან მეშინიაო ემზარი ნაციონალებთან სიახლოვეს პარლამენტშიო სულ მგონია რომ რაღაც ჩხუბი და აყალმაყალი მოკეთ რაღაც შიშები აქვს თქვენი ოჯახის წევრებს თქვენ და ნაციონალები ერთ სივრცეში და როგორი იყო კომუნიკაცია და თქვენი შტაბ-ეჭდილებები პირველი საპარლამენტო დღის შემდეგ ну რა თქმა უნდა სასიამოვნო არ იყო რომ ჩემ წინ რო იჯდა ახლა ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი უბედურების რაც რომ მოხდა კოდორის ხეობაში იოლი არ არის როდესაც რო ქალბატონს მოგიკლავენ 35 თანამებრძოლს დაგიჭერენ ორს მოგიკლავენ ცემაში ციხეში და დას დაგიჭერენ და ციხეში 6 წელიწად და 4 თვე ამყოფებენ და ახლა გამოჩნდება კიდევ მალე სასამართლო იქნება რამდენად ხვილად იჯდა ჩემი და მაგ ადამიანის ყურება პარლამენტში და თან თვალწინ რო გიზის ძალიან ძნელი მოსათმენია მაგრამ მე მავალდებულებს ჩემი მდგომარეობა რომ მე უნდა მოვითვინო და მოვითვენ მანამდე სანამდე შეიძლება მოთვენა კიდე და გვექნება ლაპარაკი საუბრები გვექნება დისკუსიები აუცილებლად 2006 წელს აუცილებლად ხაზს გაუსვამთ ყოველ ლაპარაკის დროს რატომ იყო კოდორის ხეობაზე თავდასხმა საჭირო, რატომ იყო კონსტიტუცია გავიგეს. ბატონო ემზარ, თქვენ მე მივხვდი რომ თქვენ აპირებთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობას, ასეთი რამ თქვით რომ აქ ხედავთ თქვენ თავს. თქვენ დღეს მდგომარეობით ხართ ამბოხისა და სამხედრო ამბოხის ბრალდებით გასამართლებული 12 წელი მოგისაჯათ ზუგდიდის სასამართლომ შემდეგ საპროცესო შეთანხმება შედგა, ანუ ბრალი არ მოხსნია. თქვენ ასეთი ბრალდების მქონე ადამიანს ამ კომიტეტში მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ? წარმომიდგენია ისე რომ როგორც იყო ყალბით 11 მუხლი ჩემზე შეთითხნული, ისე იყო ესეც. თქვენ როგორ წარმოგიდგენია 18 წელი მომისაჯეს და 11 თვეში გამომიშვეს. როგორ ფიქრობთ ახლა რამე დანაშაული რომ ქონოდა გამომიშვებდნენ, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი ამიტომ არის რომ უნდა იქნას გამოძიებული. მე ჩემ თავს ვთვლი რომ მართალი კაცი ვარ, მართალი ვარ ჩვენ კოდორელები და მონადირის წევრები, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს 2006 წლის აი ეს პრობლემა რომელიც შეიქმნა და მაშინ უკვე დადგინდება ვინ მტყვან მართალი. სანამ არ დადგინდება მტყვანი და მართალი, სანამ სამართლიანობა არ აღსდგება, სამართლიანი სახელმწიფო არ ვიქნებით ჩვენ.
გასაგებია. ბატონო ემზარ, წინა სტუმარი იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მან თქვა, რომ თქვენი ძალა ღიად პრორუსული ძალაა. თქვენ როგორ წარმოგიდგენი, თქვენ იღებთ თუ არა ამ ფრაზას თქვენს თავზე, რომ თქვენ ღიად პრორუსული ძალა ხართ და ხელისუფლებასთან და იმ პარლამენტში თქვენი როლი როგორ წარმოგიდგენიათ და იმ ქვეყანაში, სადაც ღიად არის დეკლარირებული მისი დასავლური კურსი. ხო, მე პრორუსული ძალა ვარ, იმიტომ რომ 15 წელიწადი ვიცავდი ტერიტორიას და ვებრძოდი რუსებს და თვითონ მთელი 22% ტერიტორიებისა რა მახსენდება, იცით, უკაცრავად ახლა ცოტა პატარა გადახვევას გავაკეთებ. როგორ გრძნობდითო იმაში პარლამენტში თავს შემეკითხეთ წელან. პირველად რომ მოვხვდი, ახლა პირველად რომ მოვხვდი ალყაში და იყო სიტუაცია ასეთი, რომ 1000 კაცამდე ვიყავით ჩვენ და დავრჩით 3. გაიქცა ბრძოლის ველიდან ხალხი სამწუხაროდ. ხო და მაშინ იყო ასეთი რაღაცა, ყვიროდა ვიღაცა ჩემგან მარჯვნივ 1.30-40 მეტროში წინ წავიდეთო რა, წინ პერიოდ, წინ ყვიროდა და თვითონ რაღაცა ხმა უკან მიდიოდა. ასე არიან ჩვენი აი ეს ნაციონალები, ვინც რომ ასეთ რაღაცას გვაბრალებენ, პრორუსულობას აბრალებენ სხვას და თვითონ რუსეთისკენ მიდიან. აი ეს არის მთელი ამათი ამდენი წელიწადი ვერ მიხვდა ხალხი გონიათ, ყველაფერი კარგად იცის, ვის საქმეს აკეთებს. ასე რომ ჩვენ ვართ ეროვნული ხალხი, პატრიოტები და პატრიოტები საერთოდ უცხოურ აგენტურას მიაჩნია თავიანთი მტრად. ამიტომ ისინი ყვირიან და გაბრალებენ ყველაფერს, რაც შეიძლება. ცოტა ხანში დაიწყებენ ახლა, რადგანაც იქ ტრამპმა გაიმარჯვა და შეიძლება რაღაცა ეროვნული აწიოს ტრამპმა ცოტა პატარა ისეთი რაღაცა მესიჯები მოდის მაგისგან და წინააღმდეგი წავიდეს ლიბერალიზმის, წინააღმდეგი იყოს აი ამ LGBT-ების რაღაც ამ თემაზე და შესაძლებელია რომ ცოტა ხანში პროამერიკულობაც დაგვაბრალონ. პროტრამპისტები ვარ ჩვენ და ეროვნული რაც არის ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან ესენი და ამიტომ ალბათ იგნორირებას გავუკეთებთ მაგას საუბარს უფრო მეტად და ძალიან სწორად მოიქცევა ხელისუფლება რომ იგნორში ყავდეთ მაგენი. გასაგებია, მადლობა ემზარ კვიციანს, ის პატრიოტთა ალიანსის ეგიდით მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გააგრძელებს პარლამენტში მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუშაობას და ჩვენ გადავდივართ ჩვენი სტუდიის სტუმართან, ის არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველი შეკითხვა მაქვს, ჩვენ ვნახეთ კადრები გუშინ სხდომის დასასრულს, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ახალი და ასე ვთქვათ, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი. ასე ვიტყვი, ოფიციალურად ასეა, ერთად საუბრობდნენ უკვე წარდგენილია პრემიერად, ბატონო გიორგი. წარდგენილია, მაგრამ არა ნდობა იმ მომენტში, როდესაც ეს შეხვედრა პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით მეც და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა იყო მთავარი თემა ამ შეხვედრის? პრინციპში არაფერი განსხვავებული, რაც პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე, რადგან ესაუბრა მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს საზოგადოებას თვლიანობაში. ეს შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და სწორედ აი ამ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი დაეთმო საკითხებს და ყველაზე პრინციპულ საკითხს, რომ თანამშრომლობა იყოს კონსტრუქციული უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებებს შორის. ის, რადგან საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა პარლამენტის ტრიბუნიდან. ხო, და რატომიც არ მოეწონათ მაგალითად უმრავლესობის რამდენიმე წევრს და მათ ღიად თქვეს, რომ სხვანაირ ტონალობას ელოდნენ და ამაზე გკითხავთ აუცილებლად. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ეს იყო თვისობრივად სიახლე განსხვავებით პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვებისგან, ვინაიდან აქ პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტი გააკეთა სწორედ თანამშრომლობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა შედგეს საქართველოს პარლამენტთან და გამოთქვა მზაობა ამისთვის. უნებრივია ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად ვართ ამ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ გარკვეული პრინციპების ერთგულნი დამცველნი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ თანამშრომლობა და წარმატებული თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ინსტიტუტების პატივისცემა, როდესაც დაცულია სახელმწიფო ინსტიტუტები და არავინ ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას
და როდესაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები არის დაცული და რაზე არის მინიშნება, როცა დისკრედიტაციაზეა საუბარი? ეს არის მინიშნება მომავალ სავარაუდო ცვლილებებზე კონსტიტუციაში, რომ ისეთი ტიპის ცვლილებები იქნეს შეტანილი, რომ რომელიმე ინსტიტუტი არ იქნეს დაკნინებული. მაგალითად, თავარი თემა არის ხოლმე აქ პრეზიდენტის არჩევის წესი და ქალბატონი ჩუგოშვილი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, ამბობს, რომ ამაზე შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ოცნების პირველი პრემიერის, ყოფილი პრემიერის ივანიშვილის განცხადებები სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ღერძი და თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, როგორი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პრეზიდენტის პოზიცია? პირველ რიგში არამც და არამც არ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ესე შეიძლება დადგეს, იყო ცალკეული ძალიან ნაჩქარევი უდროო განცხადებები, რომლებიც მე ერთი მეორეს მიყოლებით უარყვეს თავად ქართული ოცნების წევრებმა, უსმენდი რა ქალბატონ ჩუგოშვილის იგივე უარყოფის რეჟიმში იყო, რომ არა ჩვენ ეს არ გვითქვამს ან ასე შემდეგ. ამაზე არ არის საუბარი, რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს, ჩვენ და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას საქართველოს პრეზიდენტს მოუხდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა ამ 3 წლის განმავლობაში და სულაც არ არის ეს საამაყო, რომ ამდენი დრო დაიხარჯა ამ ყველაფერზე. საამაყოა, რომ დაცვა მოხერხდა, მაგრამ არ არის საამაყო სწორედ ის, რომ ამდენ დროს ვხარჯავთ რატომღაც. ეს არ არის ჩვენთან, მაგრამ არა მხოლოდ თქვენ ყოველდღურად ხედავდით უამრავ სხვადასხვა ტიპის შემოტევებს პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში და ბუნებრივია შესაბამისი მოქმედებები იყო საუკეთესო პასუხი ამ ყველაფერზე იყო მოქმედებები, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. მაგრამ არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ბუნებრივია საუბარი. მე მინდა სიამაყით აღნიშნო, რომ ჩვენ გადავარჩინეთ ეროვნული ბანკი ორად გაყოფას. ის რაზეც თქვათ დღემდე არის საუბარი, რომ თურმე შეცდომა იყო ამის გაკეთება. მაგრამ რომ არა პრეზიდენტის ვეტო ამ შეცდომაზე არავინ არ საუბრობდა, პირიქით იყო აღქმებული საუბარი, რომ თურმე ორად გაყოფილი ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი თურმე ასე ჯობდა. ჩვენ გადავარჩინეთ ეროვნული ბანკი, ჩვენ ვისაუბრეთ არაერთ და ჩვენ დავიცავით არაერთი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ჩვენ ვცდილობდით სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას და ბუნებრივია არ იქნება სასურველი, რომ შემდგომი წლები საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობაში დაიხარჯოს სწორედ იმ ნაწილზე, რომ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვაზე კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს საუბარი. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ რაც იყო პრეზიდენტის შეთავაზება, დავასრულებ, რომ სტრატეგიულ საკითხებზე და სტრატეგიული საკითხები არის ბევრი ძალიან ჩვენ მოვახერხოთ წინასწარ კონსტრუქციული თანამშრომლობა. ანუ პრეზიდენტი იყოს ჩართული, პრეზიდენტი იყოს საქმის კურსში. კითხავთ პირველი შეკითხვის კონტექსტს დაუბრუნდები, პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად წარადგინა პრემიერის კანდიდატურა პარლამენტში, ხელახალი ნდობის, უბრალოდ ნდობის მისაღებად. ეს წარდგენება ხო არა პარლამენტში თქვა ამ შემთხვევაში წარდგენელია. ამის შემდგომ ველოდებით მთავრობას. და ელოდებით მთავრობას. იცით თქვენ მთავრობის შემადგენლობა როგორი? იცის პრეზიდენტმა პრემიერისგან რა ცვლილებები იგეგმება? გასაგები რომ ეს პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ პრეზიდენტი რა დოზით არის ჩართული ამ პროცესში? ამ ეტაპისთვის არანაირ საკადრო გადაწყვეტილებებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. ჩემი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტი ამ კუთხით დეტალურად ინფორმირებული არ არის, თუმცა მე არაფერს არ გამოვირცხავ პრეზიდენტს და პრემიერის კომუნიკაციას მე ბოლომდე ასე ვთქვათ ვერ დავადასტურებ, ასე ვთქვათ რა შეიძლება გაიცვალოს ვთქვათ ამ შემთხვევაში აზრები. ამ ეტაპის ინფორმაციისთვის მე ვიცი რომ არ არის ინფორმირებული. მან არ იცის რა მთავრობის რა შემადგენლობით წარსდგება პრემიერი პარლამენტში. ამ ეტაპისთვის მთლიანობაში ზოგადად მე მგონი გარკვეული ჩამოსაყალიბებელია მთავრობა მთლიანობაში თვითონ ვის დასახელებენ. კარგი, მას არ მოსწონს ეს პარლამენტი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ის ამბობს, რომ მისი ხმა არ არის ასახული ამ პარლამენტში. ეს განწყობა პრეზიდენტი, რომ მისი ხმა არ მოხდა ამ პარლამენტში. მისი ხმა არ არის, მოკლედ დაკარგულია, რომ ის მრავალპარტიულ პარლამენტს უჭერდა მხარს და ასე შემდეგ. ესეთი განწყობა, რომ მისი რჩეული არ ზის იმ პარლამენტში, ტოვებს თუ არა კარგ სათანამშრომლო სივრცეს, დავუბრუნდები, რომ ტონი დამრიგებლური დირექტორი ახსენა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, კრიტიკული იყო ძალიანო საუბრობდნენ უმრავლესობის წევრები. ეს ტოვებს თუ არა კარგ კონსტრუქციული თანამშრომლობის სივრცეს პრეზიდენტსა და უმრავლესობას პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ხო, ეხლა სკოლის ნოსტალგიებზე, რომელიც შეიძლება ზოგიერთ დეპუტატს ჰქონდეს, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტს მოსწონს თუ არა პარლამენტი, პრეზიდენტი ყველაზე დიდ პატივს სცემს ხალხის არჩევანს. პრეზიდენტისთვის საზოგადოების არჩევანი არის უმთავრესი, შესაბამისად, პრეზიდენტი პატივს სცემს ამ არჩევანს, აქ არ არის მოწონება არ მოწონებაზე, აქ არის საუბარი პატივის სცემაზე, პრეზიდენტი თვლიდა, რომ
პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღისათვის და ამის შესახებ მან ისაუბრა სწორედ მაშინ როდესაც ის აკეთებდა პირველ ტურში პირველ არჩევანს ისაუბრა რომ მას ბუნებრივია სურდა მრავალპარტიული პარლამენტი და ცხადია რომ იქნებოდა გაცილებით უფრო საინტერესო პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღისათვის მაგრამ ქართულმა ხალხმა გააკეთა მისი არჩევანი ქართული ხალხის არჩეული და მანდატმიცემული დეპუტატების წინაშე წარდგაგუშინ პრეზიდენტი და სწორედ ქართული ხალხის რჩეულებს შესთავაზა პრეზიდენტმა კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგება თუ არა ფიქრობ რომ შედგება იმიტომ რომ ხედავთ ძალიან ბევრ ახალ სახეს, რომლებიც არიან თავისუფალი სხვადასხვა პოლიტიკური წნეხისგან, სხვადასხვა პოლიტიკური მემკვიდრეობისგან და ვფიქრობთ, რომ ის ახალი სახეები, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩანდნენ, რომელიც მე ვთვლი, რომ არიან ძალიან კარგი პროფესიონალები, შეძლებენ დადახლები იყვნენ ყველაზე დადებითი კომენტარებით პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ ასეთი მოლოდინიც არის მომავალში, ვინაიდან ეს ადამიანები, რასაც ვხედავ, ძალიან ფართო ჯგუფს, ძალიან საინტერესო ჯგუფს, ვფიქრობ, რომ არიან განწყობილები სათანამშრომლოდ და არა გარკვეული ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. ეს ადამიანები არ არიან არავის წინაშე ვალდებულები, მე ესე ვხედავ და თუ ისინი შეინარჩუნებენ, დავასრულებდიან და თუ ისინი შეინარჩუნებენ მათ ამ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ვალდებულებებისგან ვინმეს მიერ და იქნებიან ისინი ისეთივე პროფესიონალები, როგორც შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელებენ ისინი პროფესიულ დასს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის თანამშრომლობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობა ამ პარლამენტთან იქნება შესანიშნავი. კარგით, ოპოზიციამ თქვა, რომ ის დაწუნებული იდეით მოვიდა პარლამენტშიო საუბარი იყო საკონსტიტუციო კომისიაზე. ჩვენ იყავით ჩვენი სტუმარი, მაშინ როცა ამაზე იყო საუბარი, პრეზიდენტს ჰქონდა იდეა, რომ მასთან შექმნილიყო ეს ჯგუფი. პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჩართული იქნება კონსულტაციებში, მაგრამ ეს პარლამენტთან უნდა იყოს ესეთი ორგანო, ანუ როგორც ჩანს უმრავლესობა ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ეს იქნება საპარლამენტო კომისია, რომელიც პარლამენტთან არსებული კომისია, რომელიც იმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პრეზიდენტი რჩება პოზიციაზე, რომ ეს იყოს პრეზიდენტთან არსებული, თუ ის ითანამშრომლებს იმ ფორმატზე, რა ფორმატიც იქნება უმრავლესობის მხრიდან. ძალიან მოკლედ გავიმეორებ, რა იყო მთავარი არსი. ჩვენ როდესაც პირველად მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, იქ დავინახეთ სულისკვეთება, რომ ეს კომისია უნდა ყოფილიყო ძალიან ფართო ლეგიტიმაციის და ჩართულობა უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი. სხვადასხვა მხარეს. სწორედ ამიტომ იყო პრეზიდენტის შემდგომ შემოხვედრი ინიციატივა, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ეს ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტთან, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში ხოლოდ პრეზიდენტი ყოფილიყო თავმჯდომარე, როგორც ეს გუშინ ცალკეულ შემთხვევებში გაჟღერდა, არამედ აქ საუბარი იყო სამთანა თავმჯდომარეზე, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და ვენეციის კომისიის ძალიან ფართო ჩართულობას. სამწუხაროა, ძალიან წუხართ, რომ პრეზიდენტის ეს პირველივე ინიციატივა იმ ინიციატივებს შორის, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პარლამენტში, დარჩა, ასე ვთქვათ, ინიციატივად და აღმოჩნდა მიუღებელი. ძალიან წუხართ ამის გამო, სხვა დეტალებზე ცოტა მოგვიანებით შეიძლება საუბარი. ანუ დღეს თქვენ არ ხართ მზად დარჩება თუ არა პრეზიდენტი ერთ-ერთ ვთქვათ აქტორად იმ კომისიაში, რომელიც შეიქმნება არა იმ ფორმატით, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობდა, არამედ შეიქმნება ფორმატით, რომელზეც საუბრობს პრემიერი და უმრავლესობა. პარლამენტში იქნება ეს კომისია. ჯერ უნდა ვნახოთ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, და როდესაც შევხედავთ რაზე ვსაუბრობთ, მე შეიძლება იყოს განაცხადება. ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, რამდენიმე თემა იყო ჩამოყალიბებული პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ვინაიდან ქალბატონ ჩუგოშვილთან, რომელიც პირველი ვიცე-სპიკერია, ვახსენე მედიის თემა, ამიტომ თქვენს კითხავთ ამასთან დაკავშირებით. არ უნდა გქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული ток-შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა გყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები, მნიშვნელოვანია მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. ქალბატონი ჩუგოშვილი ამბობს, რომ კერძო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესებზე მე არ ვარ პასუხისმგებელი, თორემ არაფრით მარგოლაშვილზე ნაკლები მედიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი მე არ ვარო. ანუ ეს სწორედ ის აუდიტორია იყო პარლამენტი თავისი უმრავლესობით, სადაც ეს მესიჯები უნდა ეთქვა პრეზიდენტს, ეს იყო მიზა, ანუ სწორედ განსაზღვრული, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური არსებობს ეჭვები პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჩართულობის შესახებ ამ პროცესებში, რომელიც მედიაში განვითარდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ეჭვები არსებობდა სამწუხაროდ, რაზეც ვთქვათ, თქვენს მიერ
ციტატაში, რომელიც პრეზიდენტმა ახსენა თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ პერიოდში და არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, შემდგომი წლების განმავლობაში არ არსებობდეს გავსი ტიპის კითხვის ნიშნები. ამას სჭირდება ახლა გაფრთხილება, ცხადია და აქ არის საუბარი სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ გავსი ტიპის კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ახლა არ არის საჭირო რაიმეს გადაბრალებაზე, რაიმეზე თვალის დახუჭვაზე. მოდით ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ბუნებრივია ახლა საკუთრების რა ფორმა აქვს ამა თუ იმ ტელევიზიას, ეს აქ არის მე-7 ან მე-10 ხარისხოვანი, საუბარია რეალ პოლიტიკაზე და რეალური პოლიტიკა ამ შემთხვევაში როგორ უყურებს მედიის თავისუფლებას. ჩვენ ახლა უნდა მოვინდომოთ სწორედ ის, რომ ამ კუთხით არ გაჩნდეს მომავალში არანაირი ტიპის კითხვის ნიშანი. ეს არის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის, ეს არის გამოწვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის და პრეზიდენტმა აღნიშნა ძალიან მართებულად და ეს შეეხებოდა ყველა ტიპის მიმართულებით რეფორმებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხიდან შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ და ამაში ყოველას მონაწილეობა არის საჭირო. აბსოლუტურად და ჩვენ მზად ვართ ამისათვის, შესაბამისად ვიღებთ პასუხისგებლობას ყველა რეფორმის მხარდაჭერაზე და ეს იქნება პრეზიდენტის პასუხისგებლობა, როდესაც ის საუბრობს, რომ ყველა რეფორმას დაუჭერს მხარს. ცხადია, პრეზიდენტი იზიარებს ამ პასუხისგებლობას, მაგრამ რეფორმა უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. დიდი მადლობა გიორგი აბაშიშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ თინა ხიდაშელთან ერთად დავბრუნდებით. დაგვალოთით.